კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კომერსანტის დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და როგორც უკვე დავაანონსე, ახლა შემდეგი თემის და შემდეგი სტუმრის ჯერიც არის ძალიან საინტერესო ამბავზე უნდა ვისაუბროთ, საინტერესო დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში სულ მალე გაიმართება და სწორედ ამ თემას გავშლით ჩვენ სტუმართან ერთად. დღეს შემოგვიერთდა დავით ვარდიაშვილი, სტრატეგიული ბიზნეს რეტრიტი პროექტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი და სწორედ ამ პროექტზე უნდა ვისაუბროთ, სტრატეგიული ბიზნეს რეტრიტი. მოკლედ, მე რო გავეცანი ბატონ დავით რო გითხრათ კონცეფცია ზოგადად ამ პროექტის ის დანაკლისი რაც ხონდა აქამდეც ბიზნესთან ძალიან მჭიდრო კავშირი მქონია და ის დანაკლისი თითქოს რაც ხონდა ხოლმე ბიზნესთან ურთიერთობის კომუნიკაციის განვითარების კუთხით ფაქტობრივად ამის რაღაც შემავსებელი დამაბალანსებელი აღნიშნული ღონისძიება და მინდა უფრო დეტალურად აუხსნათ ჩვენს მსმენელს ჩვენს მაყურებელს ზოგადად აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით და დავიწყოთ სწორედ ამაზე საუბარი ეს ერთგვარი ტური გაიმართება რომელიც ერთის მხრივ იქნება რელაქსაცია ადამიანებისთვის და შემდგომში დამატებითი ასე თქვა სოდნის გენერირების წყაროც. მოდი დავიწყოთ ტურის კონცეფციაზე საუბარი, რამდენ დღიანია და ასევე სად ჩატარდება. კი ბატონო, პირველ რიგში სანამ კითხვაზე გიპასუხებ, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და დროის დათმობისთვის, რადგან თქვენს აღნიშნეთ, რომ ბაზარზე გამოვდივართ ჩვენ ინოვაციური ინიციატივით, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსგავსი მასმედიით ამ ყველაფრის გაჟღერება, რადგან მივაწნიოთ ხმა ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც ეს სერვისი რეალურად სჭირდებათ. პირველ რიგში რომ დავიწყო ამ პროექტის ძირითადი კონცეფციის განხილვა, ესე იგი ტური განხორციელება 4 დღის განმავლობაში, აქ შედის 3 ღამე, ტური არის ბუნებაში სრულიად მოწყვეტილი ქალაქის ხმაურისგან, კონკრეტულად შერჩეული გვაქვს ინასარ ლოკაციაც, ეს გაიმართება სურამში, მგსმენიათ ალბათ სურამის შალე, ეს არის პრემიუმ დონის სასტუმრო კომპლექსი, თავიდანვე ვიტყვი რომ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ის რომ როდესაც ჩვენი ასე ვთქვათ სტუმრები მონაწილეები წავლენ ამ ლოკაციაზე, ლოკაცია იქნება სრულიად დახურული. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ეს 7-8 მონაწილე, ვინც იქნება ამ პროექტში ჩართული, მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან, რა თქმა უნდა, მენტორთან ერთად ამ ტერიტორიაზე. როგორც მოგახსენეთ, 4 სრული დღე, 3 ღამე და წინასწარ არის ასევე განსაზღვრული კონკრეტულად რომელი დღეები იქნება, აქ იგულისხმება ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა. კი ბატონო, საინტერესოა თქვენ ძალიან საინტერესო აქცენტი დასვით ბუნებასთან დაკავშირებით და ხმაურისგან მოკლედ დამოუკიდებლად, როდესაც ჩატარდება ეს ღონისძიება, პრინციპში ალბათ დამეთანხმებით, რომ ბუნებაში სვანაირად შვიდდება გონება და დამშვიდებულ გონებას რამდენი რაღაც ახალის მოფიქრება ან ახალ ცნობიერებაში ჩასვლა შეუძლია, ამაზე ზოგადად ფსიქოლოგები, მენტორები, კოუჩები ძალიან ბევრს საუბრობენ. სწორედ ღირებულებით ნაწილზე მინდა გადავიდეთ. ტურის განმავლობაში მოდი ვისაუბროთ, მონაწილეები რა ღირებულებას მიიღებენ და გარდა ამისა იქნება თუ არა ეს ტური ერთგვარი დიფუზია ერთის მხრივ რას დასვენებას, დამშვიდებას, რელაქსაციას შორის და მეორეს მხრივ ახალი ცოდნის გენერირებას შორის. დიახ, რა თქმა უნდა, რეალურად ამ კითხვაზე შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ, თუმცა ვეცდები რომ ლაკონურად ჩამოვაყალიბო. მოდით აი ერთი კითხვა მინდა დავსვახე ჩვენ საკმაოდ ფართო აუდიტორია გვისმენს და აი ყველამ რომ უბრალოდ კითხვა დავსვათ თავს, ბოლოს როდის მოვახერხეთ, რეალურად აი ხმაური ვახსენე, ხო, აი ამ ქალაქის ხმაურიდან თავის დაღწევა და აი თუნდაც ერთი დღე ისე გაგვეტარებინოს რომ ყველანაირი ციფრული მოწყობილობები გადაგვედოს გვერდზე და აი ეს რეალური რაც რეალურად უნდა დაგვეხმაროს რომ ჩვენ სტრატეგიული გეგმები დავსახოთ თუნდაც ჩვენ ვართ მენეჯერები ბიზნეს ფლობელები თუ ასე შემდეგ ეს ყოველდღიურად გვჭირდება ხო რომ ხვალინდელი დღე იყოს დაგეგმილი სტრატეგიულად ეს მსგავსი გარემოს გარეშე ამ ხმაურში ამ ციფრულ სამყაროში უკვე ძალიან რთული გახდა აქედან გამომდინარე მთავარი ღირებულება არის ის რომ ჩვენ თავაზობთ ამ ეს იქნება ბიზნესის წარმოადგენლები, მენეჯერები იქნებიან თუ საშუალო მაღალი დონის მენეჯერები თავაზობთ ამ ყველაფრის მენეჯმენტს პირველ რიგში, რომ მათ შეძლონ რამდენიმე დღე ყოველგვარი ელექტრონული მოწყობილობების გარეშე, ყოველგვარი ხმაურის გარეშე გაატარონ 7 და წყნარ გარემოში, რაც პირველ რიგში როგორც ახსენეთ, ამ რელაქსაციას უწყობს ადამიანის ხელს, რაც ნამდვილად გჭირდება დღესდღეობით კიდევ მომიმეორებ ამ ციფრულ სამყაროში, სადაც ყველგან ციფრული ტექნოლოგიებია, ძალიან ბევრ საქმეში ვარ ჩართული, იმიტომ რომ რეალურად სამყარო უკვე ძალიან ბევრ საშუალებას გვაძლევს და გვინდა რომ ყველაფერი გამოვიყენოთ, საბოლოო ჯამში ხდება რომ რელაქსის პრობლემა გვაქვს. ეს არის პირველი, რა თქმა უნდა, რამაც უკვე შემდგომი მთავარი ძირითადი მიზნები, რაც არის ამ პროექტის, უნდა განაპირობოს. ამ პრემიუმ რელაქს გარემოში
ამ ჩვენმა მონაწილეებმა უნდა შეძლონ, რომ მიიღონ პირველ რიგში პროფესიონალი კოუჩისგან და მენტორისგან ის ძირითადი რჩევები, მაგრამ ნახეთ, კოუჩინგი ხომ არ არის რჩევები. კოუჩინგი არის საშუალება, რითიც ადამიანმა უნდა იფიქროს საკუთარ თავზე, უნდა იფიქროს საკუთარ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე. ყოველივე ამას, აი ზუსტად სიტყვა, კარგი სიტყვა ახსენეთ, დიფუზია ხდება უკვე რელაქსაციის და პლუს უკვე სტრატეგიული გადაწყვეტილებებზე ფიქრის. კი ბატონო. რამაც შეიძლება შემდგომში ერთი ისეთი ფიქრი შეიძლება დაიბადოს, რომელმაც ძალიან დიდი წარმატება მოუტანოს. ჩაგეჭრებით, ბოდიში ჩვენ თელს გუნდს ამ პროექტზე ვინც მუშაობთ, მართლა გულწრფელად გვჯერა, რომ ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაბრუნდება ამ პროექტიდან, თავის სამუშაო გარემოს, თავის კომპანიას, სადაც ის ყოველდღე ატარებს, შეხედავს რადიკალურად განსხვავებულად, შედარებით უფრო სტრატეგიული თვალით და გადაფასებული იქნება რაღაცა ყოველდღიური მომენტები, რაც რეალურად გვიშლის ხელს, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და შეიძლება ეს რუტინები, რაც აქამდე იყო, რაღაც თავდაყირած დადგეს. თქვენ ძალიან სწორი აქცენტი დასვით, თუნდაც ციფრული სამყარო და გაჯეტები ახსენეთ, ხომ? აი ზუსტად ალბათ გამოწვევა ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ციფრული გაჯეტები და ასე შემდეგ გვიფანტავს ხანდახან გონებას და არა და რეალურად ახალი რაღაც იდეის გენერირება ან თუნდაც სწორი გადაწყვეტილების, მართლა სწორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს მთელი გონების სრულ კონცენტრაციას კონკრეტული თემისადმი, რაზეც სამწუხაროდ შეიძლება ხოლმე ეს გაჯეტები ხელს უშლის ან ციფრული სამყარო, იმიტომ არ გვინდა რაღაცაზე რო ფიქრობ, შეიძლება notification რაც სიახლე მოვიდეს, ტელეფონზე გადავერთოთ და ასე შემდეგ და მოკლედ ამ ღონისძიების ფარგლებში ფაქტორიოდ ვთიშავთ ამ ყველაფერს და სრული კონცენტრაცია არის ჩვენს ბიზნესზე, ჩვენს სტრატეგიაზე და ეს ყველაფერი რასაკვირველია უკვე ბადებს ახალ იდეებს და თქვენ ნაწილობრივ ახსენეთ და მინდა მაინც ჩვენს მენს უფრო დეტალურადაც უთხრათ სეგმენტი ვისთვის არის ეს ტური გაკუთვნილი. კი ბატონო. ესე იგი ჩვენ ამ კონკრეტული პროექტის სეგმენტად მოვიაზრებთ საშუალო და მაღალი დონის მენეჯერებს ან ბიზნესის მფლობელებს, რეალურად აქ არ აქვს მნიშვნელობა სექტორს, თუ რომელ სექტორში ადამიანი დასაქმებული ან რომელი სექტორის ბიზნეს ფლობს, ეს პროექტი არის ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც რეალურად ნამდვილად სჭირდება რელაქსაციაც, მაგრამ რელაქსაციასთან ერთად რა თქმა უნდა, სტრატეგიული ბიზნეს რჩევებიც იქნება, რა თქმა უნდა, პირველი რაც, ამიტომ რომ კოუჩინგი, უბრალოდ მენტორშიპი ხდება აქ, მაგრამ მეორე ძალიან დიდი ღირებულება რაც ამ პროექტს აქვს, აქ იქნება ინდივიდუალური კოუჩინგ სესიები. შესაბამისად, მოდით აი ერთი რომ შევაჯამოთ კონკრეტულად მე ვთქვი რა თქმა უნდა რომ ეს სეგმენტია, მაგრამ აი ამ სეგმენტს რეალურად ეხა ჩვენ მსმენელს, ვინც რეალურად არის ამ სეგმენტში, რომ დაინახოს რეალურად რას იღებს. ერთი, როგორც ვთქვი, ეს არის მენტორშიპი, სადაც იქნება რჩევებიც, სადაც იქნება მაგალითად სხვადასხვა ფინანსურ თუ ბიზნეს სტრატეგიულ საკითხებზე საუბარი, მაგალითად როგორ გავაკეთოთ, მოკლედ ზოგადად რა თქმა უნდა ეს არ არის ტრადიციული დეტალიზებული კურსი, როგორ გავაკეთოთ მაგალითად ჩვენივე საქმის, ჩვენივე ბიზნესის მოკლედ valuation-ი, როგორ დავსახოთ სტრატეგიული გეგმები და ასე შემდეგ როგორ შევქმნათ ღირებულება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად მონაწილეებს ექნება საშუალება, რომ ჩვენი პროფესიონალი კოუჩისგან, სერტიფიცირებული კოუჩისგან მიიღოს ინდივიდუალური კოუჩ სესიები და პლუს კონდეს ადამიანს ძალიან ბევრი შვიდი დრო იმისთვის, რომ იფიქროს. და ზუსტად ეს მენტორი და კოუჩი დაეხმარება ამ ფიქრში. თუ ნებას მომცემთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად ის ვისთან გაატარებენ ეს მონაწილეები ამ დროს ამ 4 დღეს, ზუსტად ეს ადამიანი, რომელიც არის კოუჩიც, პროფესიონალი კოუჩიც, ასევე მენტორიც, გახლავთ შალვა ახრახაძე, რომელიც არის ასოცირებული პროფესორი ჯიპას უნივერსიტეტში, 20 წლიანი გამოცდილება აქვს მენეჯმენტის მიმართულებით და აგერ უკვე მე-13 წელი სრულდება, რაც აკადემიური მიმართულებით ფართო აუდიტორიასთან აქვს შეხება და არა მარტო საქართველოში არსებულ, არამედ საერთაშორისო უნივერსიტეტებში, სხვა ფრანგულ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და ამ შემდეგ. გარდა ამისა, ბატონი შალვა არის მმართველი პარტნიორი ფინანსური საკონსულტაციო კომპანიის ფინანსური ლაბორატორიის და უკვე სხვადასხვა წელი გვაქვს 10 წლის ხდება ეს კომპანია და მოკლედ ესეთ აქტიურ გარემოში გამოდის ეს ახალი პროექტიც, სადაც ბატონი შალვა იქნება ძირითადი ფიგურა, რადგან ის გაუძღვება უშუალოდ ამ ტურებს. კი ბატონო, დარწმუნებული ხარ ბიზნეს სამყაროში ბატონი შალვას შესახებ ბევრს ექნება რა თქმა უნდა ინფორმაციას. აი თემებსაც შევეხეთ, ხო და ამაზეც გქონდა სხვა შორის კითხვა, მიმართულებები, რაზეც გაცნობიერდებიან და აიმაღლებენ
ასე თქვა ცნობიერებას და ცოდვას. აი ეს მაინც უფრო დეტალურად რო დავშალოთ, რამდენიმე მიმართულებას უკვე შევეხეთ თქვენ საუბარში, ფინანსური გადაწყვეტა, შეფასება და ასე შემდეგ. აი რამდენიმე ძირითადი აქცენტი, ალბათ ეს აინტერესებთ უფრო რა მიმართულებით სწავლენ მონაწილეები. რა თქმა უნდა. აი მე თავიდან ვახსენე რომ აქ ჩვენს პროექტში მონაწილეების სეგმენტს, რომელ ბიზნესში არიან დასაქმებული, არ აქვს დიდი მნიშვნელობა და რატომ? ნახეთ, როგორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კომპანიამ, მენეჯერმა და მფუძნებელმა, ფინანსები კომერციულ ორგანიზაციებში, რა თქმა უნდა, არის ის ბოლო, რაც ყველამ უნდა გაითვალეს, იმიტომ რომ ნებისმიერი კომერციული ორგანიზაცია უკვე საბოლოო ჯამში მიღებისთვის იღწვეს. შესაბამისად, ფინანსები არის ის მიმართულება, რომელიც ნებისმიერ მენეჯერს სჭირდება, ნებისმიერ დამფუძნებელს სჭირდება. იქ ანუ საუბრები რაც მოხდება, ძირითადად ფინანსების გარშემო მოიტრიალებს. თუმცა აქ არ არის მხოლოდ ფინანსები, აქ არის ჯამურად ბიზნეს სტრატეგიის მიმართულება. აქვე ვიტყვი იმას, რომ ნებისმიერი მენეჯერი, ნებისმიერი კომპანია ცდილობს, რომ შექმნას ღირებულება, ხო? რაღაცა კონკრეტული მიმართულებით შეიქმნას რაღაც კონკრეტული ღირებულება, თუმცა სამწუხაროდ ხდება ხოლმე ისე, რომ ყოველდღიურობაში ჩართვის დროს გვავიწყდება ის სტრატეგიები, იმ სტრატეგიების დასახვა, რასაც მივყვებით და ის ღირებულება, რაც გადახურებით შევქმნათ. თავარი აქცენტი იქნება გაკეთებული ზუსტად ამაზე ამ ტურის განმავლობაში, რომ ყველა საუბრის დროს, ყველა workshop-ის დროს, ყველა individual case-ის დროს ღირებულების შექმნა იყოს core თემა, რის გარშემოც ვიტრიალებთ. ამას უკვე მოყვება, უკვე ის მეთოდოლოგია, როგორ შეიძლება შევქმნათ ეს ღირებულება. ეს იქნება რაღაცა ძირითადი ფინანსური საკითხების განხილვა, რა თქმა უნდა, არატრადიციულ გარემოში და რა თქმა უნდა, არა ისე დეტალიზებულად, როგორც ეს უნივერსიტეტებში ხდება ხოლმე, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ კატეგორიას ამ სეგმენტს ზუსტად მსგავსი მიდგომა და სიტუაცია ჭირდება. კი ბატონო, და დავით, ბოლოს ასე მინდა გკითხოთ და ამ კითხვას მოდი ორად გავყოფ. ერთგვარი შემაჯამებელი კითხვა იყოს. კიდევ ერთხელ გავცეთ პასუხი თავარ კითხვას, რატომ უნდა აირჩიონ პოტენციალურმა მონაწილეებმა უშუალოდ ეს პროექტი, რა გამოგარჩევთ თქვენ და კითხვის მეორე მხარე არის, როგორ უნდა დაგიკავშირდნენ. რა თქმა უნდა. აი სხვადასხვა ახლა დღეს აქ რომ მოვდიოდი, ვკითხულობდი ერთ სტატიას, სადაც ამოვიკითხე საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევა იყო, სადაც ამოვიკითხე, რომ 2.3 მილიარდი დოლარი იხარჯება ყოველწლიურად ინდივიდუალურ კოუჩინგზე. და წარმოიდგინეთ, საქართველოს სამწუხარო ჯერჯერობით ძალიან შორს არის ამ ყველაფრისგან. ჩვენ გვინდა რომ შევუქმნათ ამ ადამიანებს ეს საშუალება, სადაც ექნებათ საშუალება, რომ ინდივიდუალური კოუჩინგ სესიებისთაც ისარგებლონ და ასევე ჯგუფური, გუნდური, ასე ვთქვათ, საუბრების სარგებელიც მიიღონ. ეხლა ჯამში რო ვთქვა, ჩვენ თავაზობთ მოხმარებელს იმ უნიკალურ პაკეტს, რაც სრულიად კომფორტში, სრულიად პრემიუმ გარემოში შეუძლიათ რომ მიიღონ. ეხლა რამდენიმე ვარიანტს ვიტყვი, რა შედის ამ პაკეტში და რატომ უნდა არჩიონ კონკრეტულად ეს ჩვენი შეთავაზება. ერთი, როგორც ვთქვი, არის ის, რომ ადამიანებს ექნებათ სრულად განტვირთულ, წყნარ, რელაქსირებულ გარემოში საშუალება იფიქრონ ძალიან ბევრი. ეს ჩვენი პროფესიონალი კოუჩი დაეხმარება ამ ადამიანებს ზუსტად ამ ფიქრის პროცესში. გარდა ამ რელაქსისა, ისინი მიიღებენ ფინანსურ რჩევებს, ბიზნეს სტრატეგიულ რჩევებს ამ სიტუაციაში და ამასთან ერთად რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი დააგროვებენ ახალ კონტაქტებს და ახალ გაიზიარებენ ერთმანეთის გამოცდილებას და რჩევებს და ასე. მოკლედ ჩვენი ღირებულება და შეთავაზება არის ზუსტად ეს პაკეტი. ასევე მე თავიდანვე დასაწყისშივე აღნიშნა კიდევ გამომეორდები, რომ არის პრემიუმ გარემო, აქ მხოლოდ სრული კომპლექსი იქნება დახურული, იქნებით მარტო მენტორი და ეს 7 ადამიანი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ, ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია და ერთიც უნდა ითქვას, აი ზოგადად ჩვენს მაყურებელს, თქვენ ახსენეთ გამოწვევა, რომ საქართველოში აი ესეთი მიმართულებით მაინც ხანდახან ბიზნეს სექტორი ცოტა თავს იკავებს ხოლმე და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ რომ უბრალოდ შეხედოთ რეიტინგებს, მაგალითად ყველაზე ინოვაციური და მსხვილი კომპანიების მსოფლიოში და შეხედოთ მათ ბიუჯეტს განათლების მიმართულებით წლიურად რამდენი მილიონი დოლარი იხარჯება წლიურად, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის კომპანიის თვითონ ტოპ მენეჯერების, CEO-ების, მაღალი რგოლის მენეჯერების განვითარებისთვის, ყველა კარგად მიხვდებით, რატომ არიან ტოპ ადგილებზე ალბათ ეს კომპანიები, ხო? იმიტომ რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება დინამიურად მუდმივ რეჟიმში ვითარდება და სწორედ წარმატების გასაღები არის დინამიურად მუდმივ რეჟიმში განვითარდა და ალბათ აი სწორედ ამის გამოძახილია ამ ერთგვარი გამოწვევების, რაც საქართველოში არის სწორედ თქვენი ტურიც. კი ბატონო, ბოლო კითხვა რაც გქონდათ, იმაზეც გაგცემთ პასუხს, რა თქმა უნდა, გეთანხმებით ამ ყოველობაში. ესე იგი, ჩვენ
ჩვენი პროექტის სახელია ReSpace და ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ ნებისმიერ სოციალურ ქსელის საშუალებით დასერჩოს, იქვე არის საკონტაქტო ინფორმაციაც და ნებისმიერ დეტალზე მზად ვართ რომ დავეხმაროთ, გავცეთ პასუხები. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ. ეს პირველია და დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომშიც გრძელვადიანად, სტაბილურად, მოკლედ, სხვა კომპანიის წარმომადგენლები გადამზადებიან და მიიღებენ დამატებით, ასე ვთქვათ, ცოდვას და თან მშვენივრათაც დაისვენებენ კიდეც. დავით ვარდიაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, სტრატეგიული ბიზნეს რეთრიტი პროექტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი და მოკლედ ვისაც სურვილი გაქვთ, ბატონო დავითმა ახსენა საკონტაქტო ინფორმაციები და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აღნიშნულ, ასე ვთქვათ, ტურთან დაკავშირებით და მოკლედ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება ეს თქვენთვის.